გილოცა. ეს არის დღე მე-6 პრაქტიკების. ამით ჩვენი პრაქტიკები დასრულდება და შენ უკვე დამოუკიდებლად შეძლებ გქონდეს შენი ბედნიერი ცხოვრება. ყველაფერი რაც გავიარეთ, ყველაფრის გააზრება, ყველაფრის ქვეცნობიერში გატარება და ყველაფრის დანერგვა არის საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი ცხოვრება გქონდეს. ანუ ზუსტად ეს არის ის გზა გასაყარი, საიდანაც შენ უკვე მართლა შეგიძლია აირჩიო გქონდეს ბედნიერი ცხოვრება, თუ გააგრძელო რასაც აქამდე აკეთებდი. მაგრამ რასაც აქამდე აკეთებდი, მე მგონი ცალად ბედნიერი ვერ იყავი, მაგიტომაც გაიარე ეს კურსი და მოდი ახლა შეეცადე, რომ სხვა დინებას გაყვე. დინებას, რომელიც დაგეხმარება, რომ გახდე უფრო ბედნიერი. ესე იგი, ჩვენ ამ დღის ბოლოს გავაკეთეთ, მე შემოგთავაზებთ ჩემ მადლიერების, ასე ვთქვათ, სტრატეგიას, რომელიც დიდი ხანია ჩამომიყალიბდა და ყოველ ღამე ძილის წინ და დილით რო ვიღვიძებ, ვაკეთებ ხოლმე. პირველი ჩემი რჩევა რაც არის, რომ დილით რო გაიღვიძებთ, პირველი კითხვა, რაც უნდა დასვათ არის ნეტავ დღეს რა იღბალი მელოდება. ამ კითხვის დასმა რადიკალურად ცვლის საერთოდ რაც მოხდება ჩვენ ცხოვრებაში. რამდენჯერაც დავსვი ეს კითხვა, ანუ ჩემი ექსპერიმენტები და ყველაფერს რასაც გიზიარებ, ჯერ ჩემ თავზე გავტესტე, ექსპერიმენტები ჩავატარე და ექსპერიმენტებიდან გამომდინარე რა მრაცვლება და რა სტატისტიკურად რა დაჯდა, იმას გთავაზობ ზუსტად. ბევრჯერ გავტესტე ეს, სპეციალურად რაღაც პერიოდი ვამბობდი, მე რაღაც პერიოდი არ ვამბობდი, მე რაღაც მონაცვლეობით ვამბობდი და ყოველი დღე, რომელიც დავიწყე კითხვით, ნეტავ დღეს რა იღბალი მელოდება, არანორმალურად რაღაც საგიჟეთი იყო კარგის გაგებით, რომ რა მაგარი რაღაცეები ხდება ცხოვრებაში. ამიტომ გითვალებს, როგორც კი გაახელთ პირველ კითხვას გირჩევთ, რომ დასვათ ნეტავ დღეს რა იღბალი მელოდება. დარწმუნებულიო რაღაც ძალიან მაგარი რაღაცები მოხდება თქვენ ცხოვრებაში. ამით თქვენ შექმნით უკვე ბედნიერების სტრატეგიას. ანუ ეს არის სტრატეგია ფოკუსირებულად. დილას ამით იწყებთ და მე თქვენი სტრატეგია მადლიერება, რა თქმა უნდა, გამოხატოთ რაღაცების მიმართ, რაც თქვენ ცხოვრებაში ხდება. პირველად ნეტა დღეს რა იღბალი მელოდება. მადლობა რომ გავიღვიძე. მადლობა ამ შვენიერი დღისთვის, მადლობა ამ შვენიერი შესაძლებლობებისთვის. და უკვე დღე პოზიტიურად იწყება. ეს რამოდენიმე წინადადება უკვე ცვლის ჩვენ მიდიკომას დღის განმავლობაში, როგორი დღე გვექნება და ჩვენ გარშემო როგორ აურავს ვქმნით. ანუ ესე უხილავი აურა ხო გვაქვს ხოლმე რა და ზუსტად როგორი აზრების და ქვეცნობიერიც გვაქვს და რა აზრებიც გვაწუხებს და ქვეცნობიერიასაც გვანახობს, ჩვენს გარშემოც იგივე ხდება. ჩვენს გარშემოც ესეთი ატმოსფერო იქმნება და მე შედარებით უფრო ბედნიერი ცხოვრება თანდათან წარმოიწევს წინა პლანზე. თავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერების გაზიარებას ხვევთან არ დაგვავიწყდეს. ანუ ჩვენ კი გიყვარს რომ მადლობას რო გვეუბნებიან, ხო, აურა მაგარია, მადლობა მითხრეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს აუცილებლად ცხრებსაც გაუზიაროთ მადლობა, იმიტომ რომ მეც მავიწყდება, მეც ამაზე ვარჯიშობ, ამას ვავითარებ, ამ გზას რომ აუ მადლობა რომ დამეხმარე, მადლობა რომ ეს გააკეთე, მადლობა რომ ესე გვერდში დამიდექი. იმიტომ რომ საჭიროა. თქვენც როგორც გაგიხარდებოდათ მადლობა ეთქვა თქვენთვის. ზუსტად ასევე სხვებსაც უხარიათ, ამიტომ გააზიარეთ, რასაც გააზიარებთ, ის მოვა. ქართველები იყვნენ გენიოსები, სულ მაგას გავიძახოდი ხოლმე და ძალიან ბევრ ქართულ გამონათქვამს არ ვეძიებით ხოლმე სიღრმისეულად. აი, რასაც დასთეს ავიბას მოიმკი, ანუ რაც უფრო მეტ მადლიერებას გააზიარებ და მეც სიკეთეს გააზიარებ, შენთანაც უფრო მეტი სიკეთე და მადლიერება და სიყვარული მოვა. ამიტომ უბრალოდ გაიცით, იმიტომ კი არა რომ აუ მე ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩემთან მე დაბრუნდება, არა. ამიტომ არ გააკეთოთ, ამის გამო შეიძლება პირიქით დაისაჯოთ. გააკეთეთ, იმიტომ რომ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ასეთები ხართ. მართლაც, გულის სიღრმეში რო ჩაიხედავთ, აღმოაჩინეთ, რომ ესეთი მოსიყვარული ადამიანები ხართ, რომელსაც უბრალოდ შეუძლია დაეხმაროს. მოლოდინების გარეშე, საერთოდ. ბევრად უფრო ბედნიერი ცხოვრება გექნება, თუ ამას აღმოაჩენთ და დანერგავთ თქვენ ცხოვრებაში.
შეეცადეთ თქვენი პერსონალური სიტყვებით გააკეთოთ ხოლმე ძილის წინ მადლიერება. ანუ რაღაცა შეიძლება მე ჩემი გამოცდილებიდან ჩემი სიტყვები მერგება, მაგრამ თქვენი გამოცდილებიდან შეიძლება ცოტა სხვანაირად დაინახოთ რა ეს ყველაფერი და ცოტა პატარა ლოცვასავით გამოდის, მაგრამ რეალურად მადლიერების გაზიარებაა რა. მაგრამ ხო, სამყაროს მიმართ მადლიერებას ვაზიარებ ასე რა. და ცოტა ხანში კიდე ერთ ორწინადებას ვიტყვი, შემოგთავაზებთ ჩემ ვარიანტს და იმედია დიდ ნაწილს მაინც გაიზიარებთ, რომ თქვენც მერე ძილის წინ ესე ბედნიერვა დაიძინოთ და რო გაიღვიძებთ, მეტად დღეს რა იღბალი მეულდება, ეს კითხო დასვათ ხოლმე. ხო, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი რაც შეიქმნა, აბსოლუტურად რაც შეიქმნა იმიტომ, რომ ადამიანს აქვს სიკვდილის შიში. სიკვდილის შიში რას გულისხმობს, რომ მე რომ მოვკვდები, მე რა იქნება და მე ქვეცნობიერ რაღაცებს აწვდის იდეას, რომ რა უნდა გავაკეთო მაშინ რო არ მოვკვდები და მე სახელის უკტავყოფაზე მიდის, ანუ ისეთი რაღაც უნდა შევქმნა, რომ დიდი ხანი დარჩეს და ისეთი რაღაც უნდა გავაკეთო, რომ დიდი ხანი ჩემი სახელი ემახსოვროთ, მაშინ მე არ მოვკვდები და უმეტესად რაღაცეების შექმნა ამისკენ მიდის ხოლმე და თქვენი მიზანი ეგ თუ არ იქნება, კარგი იქნება, უბრალოდ შექმნით იმიტომ, რომ გააზიაროთ სიყვარული. მართლა საკმარისია სრულიად. ისედაც უკტავები ხართ და ისედაც უკტავები იქნებით ყოველთვის, იმიტომ რომ სულიერად არ გვხვდება. ტრანსფორმაციას განიცდის კი ბატონო, მაგრამ არასდროს არ გვხვდება. ხო. ეხლა შემოგთავაზებთ მე რას ვლაპარაკობ ხოლმე ძილის წინ და რავი, მე თქვენ დაამატეთ ან მოაკლეთ ან გადააკეთეთ, როგორც გაგიხარდებთ, აი თქვენ შინაგანად როგორც იგრძნობთ, ზუსტად ესე გააკეთეთ ხოლმე. დავიწყოთ. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ეს რაღაცნაირად ცოტა შინაგანი სიმშვიდე განიცადეთ და დაიწყოთ. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გვექნება. მადლიერი ვარ ამ ხელა შესაძლებლობებისთვის, მადლიერი ვარ ასეთი ზღაპრული ცხოვრებისთვის და ასეთი დაუჯერებელი მაგარი შესაძლებლობებისთვის, რომელიც ამ ცხოვრებაში მეძლევა. და ყველა არსებობაში იყოს ბედნიერი, კონდეს ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი სიმშვიდე და ნამდვილი ჰარმონია. და ყველა არსებობაში იყოს ბედნიერი, კონდეს ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი სიმშვიდე, ნამდვილი ჰარმონია. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გვექნება. მადლობა თქვენ, რომ გაიარეთ ჩემი კურსი. იმედია დაგეხმარეთ, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ტრანსფორმაციები მოხდება თქვენ ცხოვრებაში და გისურვებთ ნამდვილ უპირობო სიყვარულს. მადლობა და წარმატებები. წინ ბედნიერი ცხოვრებისკენ.